ჯერ კიდევ ამ 10 წლეულის ბოლომდე შესაძლოა ადამიანები მთვარეზე დასახლდნენ. დაგეგმილი ასევე საცხოვრებელი მოდულების აგება მარსზეც, მაგრამ დედამიწის მიღმა სახლების მშენებლობა სპეციალისტებს რიგი გამოწვევების წინაშე აყენებს, რომელთა შესახებაც დაფიქრება ნამდვილად ღირს. NASA-ს გეგმის მიხედვით საცხოვრებელი მოდულები მთვარეზე 3D ტექნოლოგიის გამოყენებით უნდა აშენდეს. ამ საქმეს რობოტები გაართმევენ თავს. სწორედ მათი მისია იქნება საწყის ეტაპზე მთვარეზე ფართოდ გავრცელებული ქვისგან, რეგოლიტისგან საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობა 3D ტექნოლოგიის გამოყენებით. უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ის გარემოებები, რომ მთვარეს არ აქვს არც მაგნიტური ველი და არც ატმოსფერო, რაც ახალ მოსახლეებს კოსმოსური რადიაციისგან სრულად დაუცველებს ხდის. ამის გარდა მთვარის ზედაპირზე დღის განმავლობაში ტემპერატურა 100 გრადუსამდე ადის. ხოლო ღამით -150 გრადუსამდე ეცემა. მთვარის ზედაპირზე არ მოიპოვება არც ჟანგბადი და არც წყალი. ყველა ეს პრობლემა კი სასწრაფო მოგვარებას აჯილდოებს. მეცნიერები საცხოვრებელ ბლოკებში მცენარეების მოშენებას აპირებენ, რაც უჟანგბადობის პრობლემის დასაძლებადაც მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია მთვარეზე მცხოვრები ადამიანების სულიერი განწყობის ასამაღლებლადაც. ყველაზე ოპტიმალური არქიტექტურა მთვარის ზედაპირისათვის იქნება ლოკოკინის ნიჟარის მსგავსი სახლები, რომლებიც გამოდგება როგორც მცენარეების მოსაშენებლად, ასევე საცხოვრებლადაც. გადამწყვეტი ასევე ფერიც. მთვარის ნაგებობები თეთრი ფერის უნდა იყოს, რათა მაცხოვრებლებმა უსწრაფესად შეძლონ სოკოების აღმოჩენა მათ ზედაპირზე. ხოლო როცა ეს პრობლემები მოგვარდება და მკვლევართა პირველი ჯგუფი საცხოვრებლად მთვარეზე გადავა, მათ იქ ახალი გამოწვევები დახვდებათ. აღნიშნულ გამოწვევათა მოგვარების შემდეგ მთვარეზე საცხოვრებლად გადასვლის პროცესი შეუქცევად ხასიათს შეიძენს. ბოლოს და ბოლოს მთვარე ფლობს რიგ რესურსებს, მაგალითად ჰელიუმ-3-ს, რაც არ მოიძებნება დედამიწაზე და რასაც ეკოლოგიურად უსაფრთხო და უმძლავრესი ენერგიით შეუძლია ახალ მოშენეთა ათასობით თაობის უზრუნველყოფა. ეს კი სამომავლოდ პატარა მნიშვნელობის ამბავი არ არის. ადამიანისთვის მთვარეზე დარჩენა დიდხანს ზედმეტად სახიფათოა. მიზეზი რადიაციის ნაკადია, რასაც უდავოდ მოჰყვება მრავალი სახის კიბო. მთვარის პოტენციური მცხოვრებების კოსმოსური გამოსხივების მაღალი დოზისგან დასვის ერთი გზაა ბაზის განთავსება მიწის ქვეშ. დაადასტურეს, რომ ერთ-ერთი ასეთი კომფორტული ადგილი მთვარის მარიუსის ბორცვების რეგიონში, ლავის მილში უნდა მდებარეობდეს. ლავის მილები მთვარეზეც იმდენად ბევრია, რამდენადაც დედამიწაზე. აღსანიშნავია, რომ ეს მილები უბრალოდ პატარა ნაპრალები როდია. მთვარის შედარებით სუსტი გრავიტაციის წყალობით, თეორიულად ზოგიერთი მათგანი შესაძლოა იმხელაც იყოს, რომ ვულკანურ სახურავს წარმოქმნიდეს ქალაქის ზომის ბაზისთვისაც